დიდება ღმერთს და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. მადლობა ღმერთს იმისათვის, რაც იყო, რაც არის და რაც იქნება ჩვენს ცხოვრებაში. მადლობა ღმერთს იმისათვის, რომ მოგვეცა სულიერი და ფიზიკური ძალები აღვესრულებინა საღვთო ლიტურგია. მზიარებული ყავი ჭეშმარიტად პატიოსანსა სისხლსა და ხორცსა, უფლისა, მთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს. ყველას გულითადად მოგილოცავთ. ქართველთა განმანათლების, მოციქულთა სწორის, დედა ნინოს ხსენებას. განსაკუთრებულად მოგილოცავთ ყველა, ვინც მის სახელს ატარებდა, ვინც განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ ხართ, წმინდა ნინოსი, არა მხოლოდ იმის გამო, რომ მის სახელს ატარებთ, არამედ მთავარი იმის გამო, რომ ცდილობთ მიბაძვას მისი სარწმუნოებაში. დღეს მინდა ვისაუბროთ წმინდა ნინოს ღვაწლის შესახებ საქართველოში და ძალიან მნიშვნელოვანზე გავაკეთოთ გარკვეულწილად აქცენტები. თქვენ იცით, რომ 2026 წელი მერმის უკვე ეს არის საიუბილეო წელი, 1700 წელი შესრულდება საქართველოს გაქრისტიანებიდან, იქიდან რაც წმინდა ნინო შემოვიდა საქართველოში და იქადაგა ქრისტიანობა და შემდეგ ქართველმა ერმა ამის პასუხად მოკლედ მიიღო მისი ეს მოწოდება და ქართველთა ერი მას მერე იქცა ქრისტეს ერთგული. თუმცა მანამდეც პირველ საუკუნეში მე ვიტყვი ხოლმე, რომ ჩვენი პირველი ეპისკოპოსი არის და ჩვენი პირველი ეკლესიის დამაარსებელი წინამძღოლი ეს არის ანდრია პირველწოდებული. რის მერეც, რა თქმა უნდა, მისი წასვლის მერეც მოკლედ იქადაგა და დაადგინა აქ ეპისკოპოსი და ეკლესია, ისე კი დაარსა საქართველოს ივერიის ეკლესია, მაგრამ ეს ამან გამოხმაურება დიდად ვერ იყო პატარა თემები, იყო პატარ-პატარა კრებულები ქრისტიანებისა, მაგრამ ამან ვერ იმოქმედა იმაზე, რომ მთლიანად სახელმწიფო გამხდარიყო ქრისტიანი. და აი მეოთხე საუკუნეში 326 წელს მოხდა საქართველოს მოკლედ გაქრისტიანება. ეხლა მე სანამ შევეხები ზოგადად წმინდა ნინოს ხსენების დღეს და მის ღვაწლს უბრალოდ ჩვენ უნდა შევეცადოთ, რასთან უწევდა მას დაპირისპირება. და მე მინდა გითხრათ, რომ წმინდა ნინოს მოქცევა ჩვენ დღესაც გვჭირდება. წმინდა ნინო მუდმივად უნდა იყოს ცოცხალი, მისი ქადაგება და მისი ღვაწლი მუდმივად ცოცხალი უნდა იყოს ქართველთა ერში. დღეს ნაკლებად მეგულება საქართველოში ჩვენ მრევლში ადამიანი, ვისაც თუნდაც მოქცევა ქართლისაი აქვს წაკითხული. ან თუნდაც იცით, რომ არის მე-10 საუკუნის ესეთი ხელნაწერი, სადაც წმინდა ნინოს ორი ქადაგება არის. ორი დიდი ქადაგება, ერთი ნათლისღების შესახებ და ერთი უცლადღების, ანუ ქრისტეს შობის შესახებ, როგორ იყო მაცხოვარმა, ანუ ქალწულისაგან შობა მაცხოვრის. საოცარი რამ არის. კი ძველ ქართულად არის, ჯერ მე ეს ახალ ქართულად არ მინახავ, ძველ ქართულად გულისხმობ ტერმინოლოგიას, ანუ პირობითაც წმინდებისეული ტექსტია, მაგრამ იკითხება და გამგები გაიგებს იქ ძალიან ბევრ რამეს. თქვენ წარმოიდგინეთ, წმინდა ნინოს სახელით ქადაგება არის და ევსვამ კითხვას, რამდენმა ჩვენთაგანმა ვიცით ეს და რამდენ ჩვენთაგანს გვაქვს ეს საკითხული, ალბათ ეს წინ გვაქვს ყველაფერი, წინ გველოდება, რომელიც გამომზიურდება და ერისთვის მოკლედ გახდება. მე ვფიქრობ, ეს უკვე ესე იგი 2026 წელი იქნება ზუსტად აემის წელი, სადაც ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ აი როგორ გითხრათ, იცი, არა უბრალოდ ერთი დღე ავღნიშნოთ, არამედ მთელი წელი და დღევანდელი დღიდანაც უკვე უნდა ვემზადებოდეთ აი ამ საიუბილეო მოკლედ თარიღისათვის, როგორც საქართველოს ეკლესია, ასევე ყველა ჩვენთაგანი, რომ ჩვენ გულიც გერდეს მოკლედ ქრისტიანულად ჩვენ შინაგანი. ეხლა რომ შევიდეთ უბრალოდ აი დღევანდელობაშიც რასთანაც გვაქვს ჩვენ შეხება, იგივე პრობლემა იყო. სანამ დედა ნინო შემოდის საქართველოში, იქაც ხდება ერთი რამ. მოდი ადამიანის შინაგანზე, პოლიტიკურ დღენელზე არ დავისწრებ ლაპარაკს, ეს უკვე თქვენ თვითონ ისტორიის წიგნებში ამოიკითხავთ. ყველაზე მთავარი დგას კრიზისი რისა, რომ ადამიანი მოკლედ ეძებს, რომ რა არის სიცოცხლის შინაარსი, რატო დავიბადე, რატო გავჩნდი, რატო ვცხოვრობ, რა არის ესე იგი სიცოცხლის შინაარსი. ადამიანი ეძებს ღმერთს, სხვადასხვა რელიგიები არსებობს, იცით, რომ არმაზი და ზადენი იყო მაშინ და ესე იგი წარმართული ის იყო ძალიან დიდი და მოკლედ ეს რა იყო წარმართული მდგომარეობა, როდესაც ადამიანი მაინც ღმერთს ეძებს.
გარკვეულწილად სადღაც მიღმიერში სული ეუბნება, რომ მარადიულობა არსებობს და მარადიულობას ეძებს ადამიანი და მესამე რაც არის შეიმეცნოს საკუთარი თავი ადამიანმა. დავინახო ჩვენი პრობლემა დღესაც არის რაც როგორ შევხედოთ საკუთარ თავს ადამიანს, ანუ რა ვარ, ვინ ვარ, რისთვისა ვარ გაჩენილი, რა უნდა ვაკეთო, სად არის ქმნილებაში მოკლედ ჩემი ადგილი და აი ამ ყველაფერმა ზოგადად აი ამ ძიებამ და ძიებამ ადამიანის ძიებამ, გულწრფელმა ძიებამ წამოწია ადამიანები წინ, აი ხა კარგად მომისმინეთ, აბა წამოწია ადამიანები წინ, რომლებიც სხვადასხვა სისტემიდან გამომდინარე ეუნებოდნენ ადამიანს და ისე იგი მიუთითებდნენ თუ როგორია ღმერთი, როგორ უნდა მოეძებნათ ღმერთი, ანუ ადამიანის დანიშნულება რა არის სინამდვილეში და აი ამან შეაქმნევინა კაცობრიობას თავისებურად აი ეს ცივილიზაცია, რომელიც შეიქმნა და აი ამ ერთიან იმაში, სახელმწიფო მოწყობაში, ოჯახურ მოწყობაში, ადამიანი როგორი უნდა იყოს სახელმწიფოში, ოჯახში, ურთიერთობაში, ერთმანეთთან მიმართებაში, მოკლედ ამან ჩამოაყალიბა მოკლედ აი ესეთი რამ, რომ ორი რაღაც აიცოდეთ ქრისტეს გარეშე, მოდი ჯერჯერობით წმინდა ნინოს მსახურებას და ქრისტიანობას მოვაცილოთ და თქვა ქრისტეს გარეშე რა არის კაცობრიობა. ნახეთ, არის ორი რამ, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, დაცემის შემდეგ შეიქმნა ორი რამ. არის ტყუილი და არის ჭეშმარიტება, ხო? ხომ მეთანხმებით, სამყაროში არის ტყუილი და არის ჭეშმარიტება. ადამიანი რას ეძებს? ადამიანი ეძებს ჭეშმარიტებას. უნდა რომ სიმართლე გაიგოს და დაინახოს, მაგრამ რა გააკეთა კაცობრიობამ? ნახეთ, ქრისტეს გარეშე ჭეშმარიტება დაიმალა და ორად გაიყო სიცრუე. ანუ სიცრუე გაიყო ორად და რა ქნა? ნახეთ, ორი ნაწილი წარმოჩინდა დღეს. ერთი ეს არის ნამდვილი პირდაპირი გაგებით სიცრუე, მაგრამ მეორე ეს არის შეფარული სიცრუე. ანუ საბოლოო ჯამში ჭეშმარიტება, რომელსაც ადამიანი ეძებს, ის იქნა გადამალული. ანუ აი სანამ წმინდა ნინო შემოდის ზოგადად რო თქვა, სანამ ქრისტიანობა შემოდის ადამიანის გონებაში და სანამ ზოგადად ანუ სახელმწიფოში გინდა თუ ოჯახში შეიძლება ქრისტიანება შემოდიოდეს, იცოდეთ რომ მანამდე არის ორი ტყუილი და მართალი, ადამიანს შეუძლია ქრისტესთან ერთად ჭეშმარიტება აირჩიოს, თუმცა რთულია ჭეშმარიტებაში სიარული, როგორც წმინდა წერილიც არის, რომ ვიწრო აგზადა რთულია რომ ამ ჭეშმარიტებაში იაროს ადამიანმა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არსებობს სიმართლე და არსებობს ტყუილი და მე დავდგებით სიმართლის ადგილას, მაგრამ თუკი ჩვენ ქრისტეს ვაცილებთ და ქრისტიანობას და მის სახარებისეულ წმინდა მცნებელს ვაცილებთ, ან ობიექტურ სიმართლეს თუ მოვაცილებთ, კაცობრიობა მიიღო ორი რამ. ტყუილი გაბო შუაზე, სიცრუე გაბო შუაზე და აქცია რა. ანუ არადა ეს ნამდვილი ტყუილიც სჭირდება, რატო რომ იმის ფონზე თვითონ გამოჩნდეს, რომ არის მოკლედ გარკვეულწილად მართალი. და ამიტომ კაცობრიობამ შექმნა ასეთი რამ, რომ ტყუილი და ანუ სიმართლის მანტიაში გახურული სიმართლე. და აი ეს არის, აი ამითი ქმნა ადამიანმა და დღესაც ამითი ესე რომ ვთქვა, ამით საქმიანობს ადამიანი და სახელმწიფოს გინდა, ოჯახს გინდა და რასაც გინდა მოკლედ აკეთებდეს ადამიანი, ხო? აი ამაში აკეთებს. ანუ სიცრუეში, ან პირდაპირ სიცრუეში და ადამიანები არიან, რომლებიც პირდაპირ სიცრუეს, ტყუილს, ანუ უსჯულოებას და ისე იგი ესე რომ ვთქვა, ღვთის საწინააღმდეგო ქმედებებით ისე იგი შრომობენ და ესე რომ ვთქვა, ცხოვრობენ, მაგრამ არიან მეორე ადამიანები, რომლებსაც უნდა ჭეშმარიტების ძიება, მაგრამ დაფარულია ეს ჭეშმარიტება ვითომ სიმართლეში და აი ყველა ჩვენთაგანიც ნახეთ როგორ არის ქრისტეს გარეშე ესეთ სიბრმავეში ვართ. ჩვენ ანუ ქრისტეს გარეშე თვალი არ აქვს ახელილი ადამიანს. ეხლა ნახეთ მერე შემდეგ რა ხდება. რა სამყაროს ვიღებთ ესე რო ვაუბრობთ, ხო? აი ეს სისტემა, რომელიც მერე არის და აგებული არის მთლიანად იგება სამყაროში, როგორც ისიც ახის იოანე მახარებელი მაცხოვრის სიტყვებს, რომ სამწუთი სოფელი ესე ბოროტსაზე დადგას, ანუ ტყუილში დამდგარი სამყარო, ქრისტეს გარეშე ტყუილში მდგარი სამყარო გამოკვეთავს ადამიანებს. და ვინ ადამიანებს გამოკვეთავს? გამოკვეთავს ისეთ ადამიანებს, მოდი დღევანდელი 21 საუკუნით ავიღოთ. ვინ არიან დღეს ჩვენი ახალგაზრდებისთვის ან თქვენთვის ყოველ შემთხვევაში მისაბაძი ადამიანები? ანუ იმ სულისკვეთებამ ვინ წამოწია წინ?
ანუ რა ვინ არიან ეს ადამიანები, ავიღოთ ეს შოუ ბიზნესი გინდა თუ ვინც გინდა. ანუ დღეს ადამიანები ჩვენი ახალგაზრდები ვის ედარებიან, ანუ როგორი მინდა გამოვიდნენ. ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენი სპორტსმენები, ყველა ვინც გინდა მე მსოფლიოს ვიზარი, თავიდან ანუ ადამიანები გამოიკვეთნენ ამ სულისკვეთებამ გამოკვეთა წარმატებული ადამიანები, რომლებიც თავისთავად საერთოდ ქრისტესთან არაფერი კავშირი არ აქვს. და დღევანდელმა ამ ესე რომ ვთქვათ, სიცრუეში და სიცრუის დაფარულობაში ცხოვრებმა სამყარო გამოკვეთა ესეთი ლიდერები, რომ ის უნდა მიბაძოთ აი ამ ადამიანებს. გადახედეთ ახლა ჩვენს იმათ რა ქვია, თუნდაც ეკლესიაში მყოფ ქრისტიან ახალგაზრდებს. სტიქაროსნები გინდა, ვინც გინდა, ანუ რო კითხო მათთვის, უბრალოდ ვინ არის მისაბაძე ადამიანი? ვინ არის მათთვის წარმატებული ადამიანი ამ სამყაროში? ანუ თუ გულწრფელები იქნებიან ისინი, უმეტესობა მათგან იტყვის იმას, რომ უნდათ იყვნენ ისეთები, რომლებიც დღეს სამყარო წარმოაჩინა დიდ ადამიანებად. და დიდები რითი? რა აქვთ მათ? ფული, ძალაუფლება, გავლენა ადამიანებზე. ამიტომ ნახეთ, მე რომ მინდა რომ ანუ იმ სულისკვეთებას, ამ წუთი სოფლის სიცრუის სულისკვეთებას რო უნდა რომ ახალგაზრდა ადამიანი ააცილოს რამეს რა უნდა გქნას, პირდაპირ გაგებით ვერ მოატყუებს მას. მაგრამ უნდა დაადგინოს ისეთი ადამიანები, ვინც მისაბაძი იქნება მათთვის. აი ნახეთ რა სადამდე მივედით ახლა, ის სად მინდა რომ ჩვენ დავინახოთ ეს ყველაფერი, რომ შემოდის ქრისტიანობა. შემოდის ქრისტიანობა აი ამ სულისკვეთებაში, წარმოიდგინეთ ახლა მე მაგალითად პირობითად ერთმან დავიფაროს ჯვარი წერია, მაგრამ ჩემთვის არის, აი მე მაგალითად სპორტსმენი ვიყავ. ჩემთვის მე როდესაც 16-17 წლის ვიყავი ბავშვი ან ახალგაზრდა რო ვიყავი, რომ გეკითხა ჩემთვის ვინ გინდა გამختارიყავი, ნუ ალბათ გასაგები იქნებოდა და გასაგები იქნება, ვისაც ვიტყოდი, ვინ შეიძლება ყოფილიყავი, ხო, ჩემთვის, ანუ იყო აი ის იყო ამომავალი წერტილი. ხო, მაგრამ ნახეთ როგორ არის იმ წუთში მე საერთოდ არ მახსოვდა, ვინ ქრისტიანობა, რა ქრისტიანობა. ანუ მე ჩემთვის მისაბაძი მაგალითი იყვნენ ეს ადამიანები იყვნენ, ვინც მოკლედ ყველაზე საუკეთესოდ ფეხბურთს თამაშობდა. მაგრამ ნახეთ მოხდა ჩემ ცხოვრებაში რა. იმ ძიებაში, რომ ისინი იყვნენ ჩემთვის მაგალითები და მათთვის მინდოდა მიმებაძა, ხვდებოდი რომ სიმართლეში ვარ ცხოვრობდი. ანუ ის რომ მე მათთვის ბაძვა მინდოდა ეს ჭეშმარიტებას მაცლიდა, ანუ კი არ მაცლიდა, ვერ პოულობდი ჭეშმარიტებას. სიმართლეს ვერ პოულობდი, ანუ სული ვერ მშვიდდებოდა. სული შინაგანად იყო ცოდვიცავს. მე რომ მაგალითად მიმეღწია წარმატებას, ნებისმიერ ადამიანის შემეძლო გადამებიჯებინა ზე. ანუ სხვა გამენადგურებინა უგონდათ ჩემსას მიმეღწია. ანუ ისეთი სულისკვეთება დატრიალდა, ანუ ნახეთ რა მინდა გითხრათ, რა ხდება დღეს სამყაროში. მათი ბაძვა და მათთვის მიბაძვა და თან ნახე რა არის. ვერასოდეს შენ მას ვერ დაეწევი. ვერასოდეს ვერ დაეწევით მათ. საქმე ისაა, რომ ისინი ვინც არიან, ისინი მუდმივად ხელიდან ვისხლდებიან და უფრო ჩვენზე უკეთესები, ესე რომ ვთქვათ, არის. და ნახეთ რა მოხდა საბოლოო ჯამში, რა მინდა რომ ვთქვა. წმინდა ნინოს მოსვლით, აი რა არის განათლება, რას ვეძახით წმინდა ნინოს, ქართველთა განმანათლებელი. აი ამ სიბნელისა და ტყუილის ყდიაჩი, იქ სადაც სამყაროში მოიმწყვრიეს ადამიანები და რასაც უნდა დაუდგინეს მათ მართლება, დაუდგინეს მათ, ანუ მისაბაძ მაგალითებად დაუდგინეს ადამიანები, რომლებიც მოკლედ ამბივე წუთი სოფლის სულისკვეთებაში იყვნენ და ცოდვაში ცხოვრობდნენ, უცებ მოდის პირველი რა, მოდის ქრისტე. მოვიდა ქრისტე და რა მოუკეთეს ქრისტეს? რითი მოვიდა ქრისტე? სინათლით მოვიდა. სინათლე შემოიტანა მან. სინათლე შემოიტანა და იმ წუთში აი ამ წუთი სოფელმა და მისმა, ესე რომ ვთქვათ, ძალაუფლების მქონე ადამიანებმა რა გაუკეთეს? შენ უნდა მოკვდე. შენ უნდა გაჩვენდე. იმიტომ რომ შენ სიმართლეს ეუბნები ადამიანებს, ანუ შენ ანთავისუფლებ ადამიანებს და მთავარ დანიშნულებას ასწავლი, ანუ წერა რა ჩამოთვალე. რა არის სიცოცხლე? სად არის ღმერთი და ვინა ვარ მე? აი ამას ასწავლის ქრისტიანობა ადამიანს სინამდვილეში და მე, როდესაც ამას იგებ ადამიანი, უკვე ხვდები რომ შენთვის მისაბაძი მაგალითები, ესე მთლად გათვალე, ისე იგი უკვე სასწორზე იდება. და
აი მე გეტყვით პირადი ჩემი ცხოვრებიდან რაღაცა მომენტი იყო, როდესაც სასწორზე დაიწყო. ანუ რა უფრო მინდოდა მე? ქრისტე უფრო მინდოდა და ქრისტიანი ყოფილიყავი თუ, მაგრამ ეს იყო უმძიმესი ბრძოლა, მინდა გითხრა. ეს იყო აი ისეთი მძიმე ბრძოლა, დღესაც კი თუ ვინმე მეტყვის მე რომ რომელია შენი ყველაზე ისეთი აი სამწუხარო დღე, დღესაც აი რომ ახსენდება, იცით რომელი დღეა სამწუხარო? ოდესაც პირდაპირ გადავწყვიტე რომ მე სპორტს თავს ვანებებ. და არჩევანი იმისა, მაგ დროს უკვე ეკლესიაში ვიყავით, ან სტიქაროსანი ვიყავით, აი ეგ იყო ჩემი ყველა დღესაც რომ ვკითხოთ, ის იყო რაღაც აი საოცარი გადაწყვეტილების დღე. ანუ რამოდენიმე დღე ხასიათი გამიფუჭდა, ისე იგი მთლიანად აი არ ვიცი, ნერვები აღარ მყოფნიდა იმაზე, თითქოს მე წინააღმდეგობა, აი რაც მინდა გითხრათ, აი სულისკვეთებას მივხვდი, რატო შეიძლება შეეწინააღმდეგო ქრისტეს მე. შინაგანად ფიქრობდი რომ რა აუცილებელია რომ დამენებებინა თავი, თითქოს ყვედრება დავიწყე უფლისა. რომ რა არის, არ შეიძლება თან ფეხბურთელი იყო და თან თქვათ ეკლესიაშიც იყო და ასე შემდეგ, მაგრამ რა მინდა თქვა, მე იმას არ ვიძახი რომ დღეს იმის ლაპარაკი არ მინდა რომ სპორტსმენი შეიძლება იყო და ქრისტიანის, მაგრამ აი თუ შენ მოგინდება რომ ქრისტეს სიღრმისეულად გაყვე, თუ შენ მოგინდება რომ ქრისტიანობა შინაგანად მოკლედ რაღაცნაირად შენი ცხოვრების საქმე გახდეს, მაშინ როგორ ხდება იცი? ანუ საშუალება გეძლევა საოცრად დიდი მაგალითი გახდე ადამიანებისთვის. აი და ჩვენი სპორტსმენებს მინდა უთხრა და იმ ადამიანებს შეუძლიათ მაგალითები გახდნენ და ასეთები ბევრი მეცნიერი, ბევრი ფილოსოფოსი და ბევრი გამოჩენილი ადამიანები არიან, რომელთაც ქრისტიანობაში შინაგანად შეაბიჯეს და მათი საოცარი სამყარო გაგვეშალა ჩვენ წინ. ამიტომ მინდათ აი კარგად მინდა რომ დღეს მივხვდეთ ამ რაღაცას, რომ ანუ ჩემი დამოკიდებულება აი ამ ჩემში რაც მოხდა ზუსტად ეს იყო, აი ქრისტიანობა როდესაც შემოვიდა ჩემში, როდესაც ტაძარში სიარული დავიწყე, ნახეთ, როდესაც სინანულში ჩავარდი, ნამდვილ სინანული მოვიდა და ჩემი ცხოვრება გავიაზრე, როდესაც ვიხდი რომ თავმდაბლობა, სიმშვიდე, მორჩილება ეს არის უმთავრესი რამ ადამიანის ბედნიერებისთვის და სიხარულისთვის, როდესაც ამას შინაგანად აი ძალუმად მივხვდი, აი მაშინ მოხდა ჩემში ზუსტად აი ეს გარდატეხა, მაგრამ იცით რა საშინელება იყო? დაუწყე წინააღმდეგობა. აი ჩემში იყო ეს ომი ზუსტად, აი ის ომი იყო, რომელიც ქრისტეს სამყარომ გამოუცხადა. სამყარომ დაამარცხა ქრისტე. თითქოს ბჭყალებში დაამარცხა რომ ის მოკლა, მაგრამ საქმე რა არის? ის აღდგა. და აი ჩვენშიც ადამიანებშიც აი ეს გამარჯვება უნდა მოხდეს, ვიხდით. ჩვენში უნდა მოხდეს ზუსტად ქრისტეს გამარჯვება, ქრისტეს ნათელმა უნდა გაიმარჯვოს იმ ტყუილსა და ბნელზე. კარგად დაფიქრდით ჩემო მეგობრებო, რომ იმიტომ რომ ჩვენ თუ აი გაიხსენეთ ჭეშმარიტება გადამალულია. ქრისტეს გარეშე ჭეშმარიტება კაცობრიობისთვის არის დამალული. ადამიანები ცხოვრობენ ტყუილსა და ტყუილის მანდიაში მორგებულ სიმართლეში. ქრისტეს გარეშე ჭეშმარიტება და სიმართლე არის ადამიანისგან მოკლებული. და ამიტომ ნახეთ როგორ რაღაც არის, მოვიდა ქრისტიანობა და ქრისტეს ნათელმა ისე იგი გაანათა ადამიანის გულებში. ესენი არიან მოციქულები, ესენი არიან მოციქულთა მოწაფეები, აპოლოგეტების პერიოდი ქვია ამას, მოკლედ, როდესაც პირველ-მეორე საუკუნეში მილიონობით მოწამე არის და აი მოდი გადავიდეთ ახლა ისევ ჩვენზე, წმინდა ნინო. ანუ საოცარი რა, წაიკითხეთ მისი ქადაგება, აი მერე ჩამოგიტანთ და გავარჩიოთ თუ გინდა, ცოტა ვრცელია ორივე ქადაგება, მაგრამ გავარჩიოთ. თითო სიტყვის მერე წმინდა წერილიდან არის სულ მოყვანილი მაგალითები. ისე იგი იმდენად მცოდნე იყო, იცით თქვენ რომ ის ბავშვობიდანვე მიიყვანეს ტაძარში და მიაბარეს ერთ-ერთ მონაზონს, რომ ის სახარებაში და წმინდა წერილში და განსწავლულიყო. ეგრევე ეტყობაზე. ყველა მისი ქადაგება არის მოკლედ აი მთელი მისი ქადაგება წმინდა წერილით არის გაჟღენთილი და ფიქრობდი ეხლა წარმოიდგინეთ პატარა ბავშვი 14 წლის გოგო როგორ აინთო შინაგანად ქრისტეს სიყვარულით, როგორც წმინდა წერილიდან გამომდინარე აი მაშინ გაცოცხლა ქრისტიანობა და ცოცხალი სარწმუნოება, რომ აი ამ წარმართულ ქვეყანაში წამოვიდეთ. ქვეყანაში სადაც თუკი ჩვენ წავიკითხავთ ქართლის ცხოვრების ამბებს, მკვდარსაც კი შეჭამდნენ. ისე წარმართობაში იყვნენ, მკვდარსაც კი შეჭამდნენ.
ესეთ მდგომარეობაში იყო მაშინ და აი ამ ასეთ სამყაროში, ასეთ ჩვენს ქვეყანაში შემოდის წმინდანი, რომ პატარა ახალგაზრდა ადამიანი რა სარწმუნოებაა ეს ცოცხალი. აი, როდესაც ქრისტიანობა შემოდის, აი რატომ არის რომ დღეს ჩვენ ქართველი ადამიანები და საქართველოს ზოგადად ვარსებობთ, იცით რატომ? როდესაც ვიღებთ სახელმწიფო რელიგია შემოდის, ქრისტიანობა ყველაფერს ცვლის. ჩვენი სალაპარაკო ენასაც კი ცვლის. ადამიანს ცვლის თავიდან ბოლომდე. ჩვენი ყოველდღიურობა ყოფა ცხოვრება იცვლება. ჩვენი მიწასთან დამოკიდებულება იცვლება. ჩვენი ზეცასთან დამოკიდებულება იცვლება. ჩვენი სამყაროსთან, ზოგადად ქმნილ სამყაროსთან ისე იგი დამოკიდებულება იცვლება. ყველაზე მთავარი ადამიანები ხედავენ ადამიანებს სხვაგვარად. აი რა მოიტანა ქრისტეს ნათელმა, ანუ ამ პატარა გოგო შემოვიდა ამ სახელმწიფოში, სადაც მკვდარსაც კი შეჭამდნენ და არმაზსა და ზადესა, ისე იგი ადამიანებსაც კი წირავდნენ და ასეთი რამ ხდებოდა საქართველოში და შემოდის პატარა ახალგაზრდა გოგო და რომელსაც მოაქვს ეს საოცარი ქრისტეს ნათელი. და ამიტომ დღევანდელ დღეს ჩვენ კიდევ გვჭირდება. დამიჯერეთ, აი ძალიან გვჭირდება, ჯერ კიდევ ძალიან გვჭირდება ჩვენ წმინდა ნინოს ღვაწლი. დღევანდელ დღეს რას შვებიან საზოგადოებასაც უშვებიან. იცით თქვენ აი მოზაიკა ხო იცით? ან მოზაიკას რო შეხედავ ან მთლიან სურათს, ანუ შეგიძლია ამოიცნო რომ რა აკლია. მაგრამ გაიხსენეთ ფერები, ხო არის მოზაიკაში ფერებია და მოდი ავიღოთ ეს მოზაიკა იყოს, სხვადასხვა ფერები იყოს, სხვადასხვა დარგები. მაგალითად ლურჯი მეცნიერება იყოს, ფილოსოფია სხვა ფერი იყოს, სოციოლოგია სხვა ფერი, თავისი დარგები. და ანუ ეს ყველაფერი სწოდნა შენ რაღაცა გარკვეულ ერთიან სურათს გაძლევს. მაგრამ დღევანდელმა სამყარომ რა გააკეთა თუ იცი? დღევანდელმა სამყარომ გაიხსენეთ ბავშვობაში რო ქონდა რო ატრიალებით ხომ თვალსო ვიხოდებოდით რა ერქვა მაგას? ანუ თვალ ატრიალებით ხომ და შიგნით იყო ხოლმე რო უყურებოდ და ფერები რო ტრიალდებოდა. ნახეთ როგორ არის დღევანდელი სამყარო აი ამას აკეთებს და ამას დაგვამსგავსა ჩვენ. ნახეთ ჩვენ ხო ზოგადად ადამიანი ნითოლება ანუ ბოროტის სულისთვის პირველი რაც არის ადამიანის დასახიჩრება უნდა. ადრეც გითხარით აი ამ კლუბებში სადაც თქვენ უბრალოდ აი სადაც ხდება ეს ჩვენი ახალგაზრდები აი რო ჩადიან მოყოლილი აქვს ადამიანებს და აი გეტყვით რა ფაქტობრივად აი როგორი რამ ხდება იცი ახალგაზრდა ადამიანი რო ჩამოდის ვინმე ცოტა ასაკით პატარა როგორ უყურებენ იცი აი თითქოს ეხლა მსხვერპლი რომ უნდა შეიწიროს რისი იცი აი ესე თითქოს იმითი რა ქვია შპრიცით უნდა გამოაცალო ის სისუფთავე სიწმინდე ის რაღაცა კეთილგონიერება რომელიც არის და აი ჩემთვის ავთ მოყოლილი როგორ რაღაცა იცი რომ უყურებენ რომ პირველი რაღაცას რო გასიჯავს და უკვე რო თაბრო რო დაიხვევა და რაღაცა გარშემო ყოფებს როგორ უხარიათ მიხვდით ანუ და ეკითხებიან როგორია კარგია ანუ აი როგორ გითხართ იცი ადამიანის აი ამ სიწმინდე სისუფთავეს ადამიანის აი შინაგან საოცარ სილამაზე როგორ ეწირება და ეს სამყარო ამას იწირავს პირველი ამის თქვა მინდა რომ ბოროტ სულის ამოღებული თვალში არის ადამიანი რომ ადამიანი იმდენად უნდა დაკნიდეს ადამიანი ხატა და მსგავსად შექმნილი კი არა ვინ ხარ თქვენ ხართ ანუ მაიმუნებს ანუ რაღაცა ცხოველებს უნდა დაგვამსგავსოს ანუ ამ სამყარო და ამ სამყაროს მოკლედ სულისკვეთება და აი სუსტად ამას ვიკეთებს ნახეთ მონები ხო ვართ მაგათთვის ზოგადად აი ჩვენ ხო არაფერს არ წარმოადგენთ პირობითად ადამიანი არაფერს არ წარმოადგენს და ნახეთ როგორ არის რას გვეუბნებიან რაღაც ცუდნა ცხოვრება გქონდეს და გვეუბნებიან ეგრე ხან როცა უნდათ ეგრეა სიმართლე გადაატრიალებენ ხომით ვა რა ლამაზია ჩვენ ხო კი ტაშს უკრავთ ეს არის ზუსტად ჭეშმარიტება და უცებ რო იტყვი რომ უი ჭეშმარიტება კიდე გადააბრუნებ ვა უყურებ და წერან ხო სხვა იყო ეხლა სხვა არის შეგაჩვევე ტაშის დაყრითა რომ უი ეს არის ჭეშმარიტება და უცებ კიდე გადატრიალდება და თქვენ წარმოიდგინეთ და რაც უფრო დიდია და რაც უფრო ფართოა და რაც უფრო ბევრი კომბინაცია არსებობს აი ამ ისე იგი გასახედებელში სადაც ფერთა გამა ისე ლაგდება რომ ადამიანს თვალს ჭრის და ადამიანი აღფრთოვანებული შეყურებს მას
აი ესეთი გახდა წუთი სოფელი და ქრისტეს ნათელს რა მოაქვს? რა მოაქვს წმინდა ნინოს მოტანი მოკრეთ აი ამ საოცარ ქრისტეს ნათელს? რა მოაქვს წმინდა ნინოს მოღვაწეობას? აი ჩვენ რაზეც ახლა ვლაპარაკობთ ქრისტიან ადამიანს მთლიანი სამყარო გეშლება წინ და მიზეს შედეგობრივობას ხდება. ნახეთ როგორ არის აგერ ტაძარი როგორ არის აშენებული. შეხედეთ ქვათა შორის არის დუღაბი. დუღაბი დღეს რა არის თუ იცით? ქვები არის. ქვები ჩვენც ვარ. ანუ რო აშენდეს რაღაცა შენობა, მაგრამ დუღაბი რა არის დღევანდელი დუღაბი არის ტყუილი და სიმართლის მაშინ მოქცეული ისი ციცუ, მანტიაში მოქცეული ციცუ. ანუ დუღაბად არა გვაქვს ჩვენ სიმართლე. დუღაბად არა გვაქვს ჩვენ ჭეშმარიტება, რომ ავაშენოთ სულის პირველ რიგში ტაძარი და მერე კიდე ავაშენოთ ჩვენი სამშობლო. ერთიანი დიდი ტაძარი, რომელიც ქრისტეს ადიდებდა ხოლმე. აი ეს არა გვაქვს, სიმართლე არა გვაქვს ჩვენ და სიმართლეს ჩვენ ვეძებთ აი ამ ადამიანებში, რომლებიც ესე გადაატრიალებენ, გონია რომ ეს არის სიმართლე, გადმოატრიალებენ ეს არის სიმართლე და ამიტომ მინდა გითხრათ, რომ აი დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იმისა, ვინც ეკლესიის წევრები ვართ, მათ შორის ახალგაზრდებიც, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი თვითონ შინაგანად იყოს დარწმუნებული აი ამ ქრისტეს ნათელში და სიმართლეში. ანუ რომ არ იყოს სათამაშო ამ წუთის სოფლის სულისკვეთების. წმინდა ნინოს მოსვლა ზუსტად ეს მოიტანა ჩვენს ქვეყანაში და დღესაც აი ხოთ დედა ნინოს რომ დღესაც მოვიდეს და ასე გაანათლოს ჩვენი გულები და ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო. რომ დღევანდელ დღეს ჩვენ დავინახოთ აი ეს მიზეზშედეგობრივობა. რომ მივხვდეთ იმას, რომ ქრისტეს გარეშე ჩვენ ვართ სათამაშოები. დღეს ადამიანები გვათამაშებენ. ქრისტეს გარეშე სათამაშო ხდება ადამიანი. საით წახვიდე რა აკეთო ადამიანმა დიდად არ იცი. ერთმა წმინდა ნინოს ლოცვით ზუსტად ამის ძალა მოგწეს. ჩავძირეს დღეს ჩვენი ინტერნეტ სივრცეები აიღეთ. არჩევანი რა დავთ გადახედეთ. ტელევიზიას რო უყურეთ არჩევანს რას გიკეთებენ. აი ხო არის ხოლმე რამე გადაცემა დაუკვირდით უბრალოდ აი ხმა ანუ ყური უგდეთ არა იმას რაზე ლაპარაკობთ. თვითონ შინაარს დააკვირდით და მიხვდებით ერთ რამეს. ანუ რაღაცა ხო იმიტომ არის რომ არჩევანს სწორი დასკვნა გააკეთეთ. და რო ნახავთ სწორ დასკვნას თქვენ რო გონია სწორი დასკვნა, ის სწორი დასკვნა ციცრუეა. ანუ დამალულია აი ამ ნებისმიერ გადაცემებში და ნებისმიერ დღევანდელ ტელესივრცეში დამალულია სიმართლე და ჭეშმარიტება. იცოდეთ ეს. ერთადერთი სიმართლე და ჭეშმარიტება სადმე გსმენიათ თავმდაბლობა. სადმე გსმენიათ მორჩილება. ტელევიზიიდან სადმე მსგავსი ტერმინები გესმით, ქრისტიანობა ხო ამის უკან არის. სადმე გსმენიათ მარხვა, სადმე გსმენიათ მოთმინება, სადმე გსმენიათ სინანული, სადმე გსმენიათ ერთმანეთის პატიება, სადმე გსმენიათ მსგავსი რაღაცები. გადახედეთ დღევანდელ ზოგადად ტელესივრცეებს, ინტერნეტ სივრცეებს, ამ ბეჭდით იმას რა ქვია მედიას. შეხედეთ და მიხვდებით რომ აქ ორ რამესთანა გვაქვს საქმე. პირველ რიგში ტყუილი, პირდაპირ ტყუილი, ესეც საჭიროა იმისთვის რომ მე ვიღაცა ოდნავ მცირე სიმართლეს დაწერს და იმ ტყუილის ფონზე ეს ჩანს ჭეშმარიტება და არც ეს არის ჭეშმარიტება. მიხვდით რა არის? ჭეშმარიტება არის ქრისტეში. ჭეშმარიტება და სიმართლე არის ქრისტესთან ერთად. და ეს ვერ გაიგო ჩვენმა ქრისტიანმა ხალხმა, ჩვენმა მრევლმა ვერ გაიგო ეს. ბევრჯერ მithქვამს თქვენთვის და დღესაც გაგიმეორებ, გაიმდიდრეთ ხალხო, აი თქვენი ლექსიკონი, მართლმადიდებლური ლექსიკონი გაიმდიდრეთ. იკითხეთ ბევრი წმინდა წერილი, იკითხეთ ბევრი წმინდა მამათა სწავლებანი. იკითხეთ ეს ყველაფერი რომ თქვენ ლაპარაკი შეძლოთ, ტერმინები შეძლოთ, რომ იცოდეთ რომ დღეს ადამიანმა ლაპარაკი არ იცის. არავის არ ეწყინება, მაგრამ დიდი დღესასწაულია ხოლმე რამე. ჩვენი საპატრიარქოს ტელევიზიაც კი რომ მივა და ეუბნება რომ აბა დღესასწაული მოგვილოცეთ,
ნახეთ როგორ რანაირად პასუხობ. სადღეგრძელოს რო იტყვი ჭიქაში უბრალოდ ესეთი რაღაცა, არანაირი შინაარსის მომცემი ის რომ დღესასწაულს ხვდება ადამიანი და დღევანდელი დღე მისთვის რას წარმოადგენს, გულში რომ იგრძენი და გულიდან მინდა რომ სიტყვებში გამოვხატო და გამომიტანო. ქრისტიანობამ ხო ჩვენი ენა საოცარი გააკულტურა. ქრისტიანულმა ენამ ჩვენი ენაც ესეთი დიდი ენა, რომელსაც დიდი ისტორია აქვს, ქრისტიანობა მისიც გამოიხსნა. ქრისტიანობა მარტო ადამიანი კი არ გამოიხსნა. ქრისტიანობამ ჩვენი საუბარიც გამოიხსნა. ქრისტიანობამ ჩვენი ყოველდღიურობაც სხვანაირი გახადა, როგორც გითხარი. და ამიტომ სულ ვკითხვა, სად არის გამოხსნილი ენა? სად არის ისე იგი ჯვარცმული და აღდგომილი? ქართული ენა სად არის? სად არის ჩვენში არის ცოცხალი? სად არის ქრისტიანული ენა, სულისკვეთება, ჩვენი ტერმინები, რითიც უნდა ვსაუბრობდეთ? არ არის ეს მკვდარია თითქმის. და ჩვენ ქრისტიანობა გარკვეულწილად გონია, რა თქმა უნდა, ეს შინაგანი გულში მიმდინარე პროცესია, მაგრამ პოკასა შინა რაც ადგას იგივე გადმოდინდების და როცა ჩემი გული აივსო საოცარი შინაგანივი, მე ვიცი როგორ გამოვხატო. აბა გაიხსენებ დედამო, შულს როდესაც ელაპარაკებით, რა შვი, იმდენად გიყვარს და იმდენად გტკივა, იმდენად გინდა რომ გააგებინო, რას აკეთებ? გამონახავ სიტყვებს. გამონახავ ისეთ სიტყვებს, რომ ამ ადამიანს გააგებინო რაღაც. ანუ გამოდის ჩვენ ქრისტე არ მოყვარს. ქრისტეს ჩვენ ვძდევნით, ქრისტეში ჩვენ სარავართ გადაწყვეტილები, რომ მასთან ერთად ყოფნა გვინდა. ქრისტეს ღმერთობაში არა ვარ დარწმუნებულები. დღეს ჩვენს ერში, აი რო კითხო ადამიანს, რატომ გონია, რომ ქრისტე ღმერთია, პასუხს ვერ გაგცემს. წინაზე გითხარი ესეთი ჯვარცმული, შეურაცხყოფილი, ნალანძღი, ასეთი სიკვდილით მკვდარი და შემდეგ აღდგომილი ადამიანი პირობითად გწამს, რომ ქრისტეა, წამს, რომ ის ღმერთია, ესეც არა გვაქვს ჩვენ. ხო და ეს გვჭირდება ჩვენ წმინდა ნინოს დღესასწაულთან დაკავშირებით, ეს გვჭირდება ჩვენ ზოგადად რომ განგვანათლოს და ჩვენი ენა და ჩვენი ტერმინები მოკლედ გახდოს ქრისტიანული ისევ და ისევ. მოკლედ წმინდა ნინოს ლოცვითა და ვედრებით ღმერთმა სიმშვიდე, შინაგანი თავმდაბლობა, მორჩილება, სინანული ყველაზე მთავარი და შინაგანი სიკეთით აავსოს ყველა ადამიანი, ჩვენი ოჯახები და ჩვენი ქვეყანა ამ ლოცვით და განხარებული